სიყვარული. ომერ ომერ ელიფ, კარგად ხარ? კარგად ვარ, აქ რა გინდა? დამეხმარეთ, გთხოვთ. დამშვიდდე. იმ ნაზირალა მესროლა და გაიქცა. 3-ის დაურეკე მოვიდეს. დამშვიდდე. დამშვიდდე. კარგი? რა ხდება? რეფათმა დარეკა. კომისარი იქ არის, იმედი აქვს რომ ანკეს წამოეგება. ძალიან კარგი. მივდივართ. სად? ვიდრე კომისარი ომერი ნედიმს გაიცნობს, ჩვენ სტამბოლში გავემგზავრებით. რატომ? მადრიდში არ მივდიოდით? გეგმა შეიცვალა. ჩემს სულთან რაღაც უთანხმოება მაქვს. უნდა მოვაგვარო. დრო მჭირდება. მადრიდში მერე წავალთ. ელიფ, დამეხმარე. მე პერიმეტრს დავზვერავ. ომერ არა, არ შემიძლია. ელიფ, შეძლებ, მოდი. როგორ ომერ, გაგიჟდი? ელიფ, შეძლებ მეთქი, მოდი. მოდი. დააწექი. დამშვიდდე. ნოგეშინია, კარგი? დამშვიდდე. კარგად ხართ? მათი თანამზრახველი არ ვარ. არაფერი დამიშავებია. მაიძულეს. ჩემი გოგონა მათ ხელშია. თქვენი გოგონა? უდანაშაულო ვარ. ჩემს გოგონას მოკლავენ. დამეხმარეთ, გთხოვთ. დამშვიდდით, გთხოვთ. ის მეთინი. ჩემს შვილს უნდა დახმარებოდა. უნდა გადაერჩინა. მერე დამემუქრნენ. ფული წამართვეს. აქ ძალით მომიყვანეს. ვეხვეწე, მაგრამ მაინც მესროლეს. არ ვიცი ვინ ხართ და აქ რატომ ხართ. მაგრამ გემუდარებით დამეხმარეთ. გთხოვთ. ხელი დაიდეთ, დააჭირეთ. ახლა ვემოვალ, კარგი? წყალი დალიეთ. ჭრილობა. სერიოზულია? დამშვიდდით. ნუ მაჭერთ, ძალიან მტკივა.
დამშვიდდით. მხოლოდ ჩვილზე იფიქრეთ, კარგი? რა ქვია? დილარა. დილარა. რამდენი წლისაა? 6-ის. გაუძელით, კარგი? გაუძელით. თქვენ შვილს სჭირდებით. დაგეხმარებიან. ნუ გეშინიათ, კარგი? ომერ, რა ხდება? ელიფი სად არის? მეთაურა. მეთინის კაცმა თანამზრახველს ესროლა. დაჭრილია. სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ. ელიფთან წადე. მე პიეტროს დავურეკავ. ოჩახ, სად იყავი ნილუფერ? საქმე მქონდა ასლი. რა საქმე? ძიათაიორთან ვიყავი, მერტი ვნახე. არ უნდა გეთქვა? დილიდან წასული ხარ. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. ლამის გავგიჟდი. ელიფიც არ დაბრუნებულა. დაგირეკა? ასლი ტელეფონი მაქვს? კარგი. ის მაინც თუ იცი სად არის და როდის დაბრუნდება. ხომ ხედავ? არ იცი. ამ გაუგებრობის ატანას აღარ ვაპირებ. პოლიციაში მივდივარ. ასლი სისულელეს ნუაკეთებ. მოიცადე 1 წუთით. ხო, არ ვიცი სად არის, მაგრამ დაბრუნდება. ელიფს რამე რომ უჭირდეს, აუცილებლად გვეტყოდა. შეტევა რომ დაგიმართოს, რას აპირებ? სახლში შევიდეთ და ელიფს მშვიდად დაველაპარაკოთ. წამოდი. ნილუფერ ჰანიმ. თქვენ გირეკავენ. ვინ არის? ვიღაც ქალია, მაგრამ ვერ გავიგე რა მითხრა. მგონი მეტყოლების პრობლემა აქვს. კარგი. გმადლობ. საუბარი არ დაგვისრულებია. გელოდები. გისმენთ? ნილუფერ. დედა ნევინი ვარ. დიახ, გისმენთ. ფათიხმა დამირეკა. რომში არ წასულხარ. ფათიხს ყველაფერი ავუხსენი. ფათიხმა მითხრა, შენთან მოვიდეს და მანდ მოგაკითხავთო. მოვემზადე და შენ გელოდები. არ დაიგვიანო, კარგი შვილო. ნევინ ჰანიმ, მე არ მოვდივარ, ნუ დამელოდებით. ხო, მაგრამ ფათიხმა მითხრა, არ მაინტერესებს ფათიხმა რა გითხრათ. არ მოვალ, ფათიხს გადაეცით რომ დამივიწყოს. კარგი, გასაგებია, გმადლობთ. რომი, იტალია. რა თქვა? ორგანოები დაზიანებული არ არის, მაგრამ სტამბოლში რომ დაბრუნდებით, მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეთო. პასპორტი თან გაქვს? დიახ. მომეც ვნახო. უკანა ჯიბეშია. აქ რა საკეთებ? მეთინ საიდან იცნობ, რატომ გესროლეს? ჩემი შვილი ხავთ. დამემუქრნენ. რასაც გეტყვით უნდა გააკეთო. ასეც მოვიქეცი, მაგრამ მესროლეს. ვერაფერი გავიგე. სად შეიძლება შენი შვილი ხავდეთ? ვერ გეტყვით. მითხრეს პოლიციას თუ შეატყობ. რასაც გინდათ გავაკეთებ, მაგრამ შვილის ამბავს ნუ მკითხავთ. ჯერ სტამბოლში ჩავიდეთ და მერე ვილაპარაკოთ. ამ კაცმა რა გითხრა ელიფ? გოგონა ჰყავს 6 წლის, დილარა. ახლა მეთინის ხელშია, მაგრამ მიზეზი არ უთქვამს. შეშინებულია. მისი მჯერა ომერ. შენ არა? პასპორტიც აქვს და ვიზაც. გუშინ ჩამოსულა. ომერ. რა ხდება? ამ კაც რატომ ესროლეს? მეთინმა რაღაც შეიფიქრა. ეს კაცი სადღუარად გამოიყენა. სადღუარად? ო, სადღუარად. მეთინმა ოპერაციის შესახებ თავიდანვე იცოდა, ამიტომაც არ გამოჩნდა. მაშინ რომ ჩამოხვედი აეროპორტში ხომ დაგხვდა? ხო. დაგხვდა, მაგრამ ახლა არ გამოჩენილა. სხვა ადამიანი დაგახვედრა. რატომ?
იცოდა პოლიციელებთან ერთად რომ მოდიოდი. საიდან იცოდა? ალბათ გისმენდა. სამი ბეიმ ყველაფერი შეამოწმა. ალბათ შემოწმების შემდეგ ჩადეს ჩანთაში, საფულეში ან თუნდაც ფეხსაცმელში. კარგად იცოდნენ რომ აქ პოლიციელებთან ერთად ჩამოხვედნენ. ნედიმსაც იმედომ ესროლეს რომ არ გაქცეულიყო. მოკლა რომ ზნომებოდათ, თავში ესროდნენ. მეთინს უნდა ამ კაცისგან რაღაც გავიგოთ. არ ვიცი მთავარი პირი ვინ არის. მაგრამ როგორც ჩანს, მეთინს მისი მოშორება უნდა. როგორ გავიგებთ? საბრალოს ძალიან ეშინია, ჩემი აზრით არ გვეტყვის. მაგას მე მივხედავ. კარგად ხარ? არ ვიცი. ელიფ რატომ გამომღევე? რამე რომ მოგსლოდა? შემეშინდა შენ არ მოგსლოდა რამე. გასაგებია. რა ყურადღებიანი ყოფილხარ? მართლა? ახლა გაიგე? ერთი სული მაქვს, მოგეხვიო და გაგოცო. მაგრამ სამი და გვინახავს. ახლა საქმეს მივხედოთ. გავიგოთ ნედიმ თაშთანი ვინ არის. მეთინს დავიჭერთ. ეს რა არის? ვისია? შენია გიყიდე. ვიცი რომ გიყვარს. შოკოლადის მწარე გიყვარს. ძალიან უცნაური ვინმე ხარ ფელო. რატომ შეწუხდი? დღეს არც ჩემი დაბადების დღეა და არც პოლიციაში მუშაობის წლისთავი. არ მესმის, რატომ იყიდე, რას აღნიშნავთ? რას აღნიშნავთ? რომ ვარსებობთ. ეს ზღაპარია პოლიცია ლარდასა და ფელინზე. ზღაპრები მაინც და მაინც ნუ გაგიტაცებს მეწყვილებ. იქნებ დამიკონკრეტო სიტყვა მეწყვილეში რას გულისხმობ. ფელო, უნდა დამეხმარო. ნედიმ თაშთანისა და დილარა თაშთანის შესახებ ინფორმაცია მჭირდება. ოღონდ არავის უთხრა გთხოვ. კომისარო, მკვლელობა მოხდა. დანაშაულის ადგილზე გავდივართ. კარგი, მოვდივართ. მოემზადე, მივდივართ. მე არ წამოვალ, შენ წადი. რას ნიშნავს არ წამოხვალ? რა ხდება, ჩემთან სიარულს აღარ გადრულობ? რა სისულელია? ერთ ადამიანზე ინფორმაცია მჭირდება და დამავიწყდა, ახლა უნდა მოვზებნო. ვისზე? ყველაფერი უნდა იცოდე? ვალდებული ხარ ამიხსნა. არდა, რას აკეთებ? წადი, უნდა ვიმუშაო. სხვა დროს განყოფილებაში საჩუქარი აღარ მომიტანო. წარმატებას გისურვებ. ათათურქის სახელობის აეროპორტი. ნილუფერისგან რა ისმის? როგორც გვიბრძანებ უთვალთვალებთ, რაც გაიმგზავრეთ სახლიდან მხოლოდ ერთხელ გავიდა. თაიერბეის ეწვია და დაბრუნდა. ახლა სახლშია. ფრთხილად.
გარეთ ვიქნებით. უჩვენოთ ფეხი არ მოიცვალო, კარგი? დაპატიმრებული ვარ? ყველაფერს რომ გვიამბობ გაგიშვებთ. გამოჯამრთელებას გისურვებთ. გმადლობთ. ელიფ დაღლილი ხარ, სახლში წადე. ვიდრე ნედემი სიმართლეს არ იტყვის არ წავა. რაცა ყველაფერი გაირკვევა დაგირეკავ. მოჯიუდობ. ომერ სახლში რომ წავიდე ვერ დავისვენებ. სულ თქვენზე ვიფიქრებ. კარგი. ხედავ რა დაგომართა. რომში რისთვის წავედით და რა მოხდა? ყველაფერი თავდაყირად ადგა. ოპერაცია უცებ უნდა დასრულებულიყო. მეთინი ფაქტზე დაგვეკავებინა და ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გამქრალიყო. რა გამოვიდა? კიდევ ერთი დანაშაული ჩავიდინე. რა ვქნა ომერ? ახლა რა მოხდება? დამშვიდდი, კარგი. ახლა ამაზე ნუფიქრობ. წამოდე, ხელები დაიბანე. ადნან, ნედიმს ყურადღება მიაქცია. ნუღელავთ. კარგად ხარ? არა. ცუდად ვარ. კარგი, ყველაფერი დამთავრდა. არ დამთავრებულა. მართალი ხარ? მართალი. მოდი. ელიფ. პირდები. ეს გაუგებრობა მალე დასრულდება. პირდები გესმის? პირდები. მაპატიეთ, მეგონა თავისუფალი იყო. მობრძანდით, გთხოვთ, წამოდე. ხო, წავიდეთ. მითხრა და მივიწყოსო და გამითიშა. ესე იგი გაგითიშა. დედა, ახლა ამაზე ნუფიქრობ. ურთიერთობას მოვაგვარებთ. დაშორდით? ხომ გითხარი არ იფიქრო მეთქი? ცოლ-ქმარ შორის ასეთი რამ ხდება ხოლმე, ხომ ასეა? რატომ იჩხუბეთ ჩვილო? დედა ადიქიმ. ბიჭები ზაგიყვანენ. მადრიდში იცხოვრებ. იქვე რავინ გიპოვის. ჩემს ზარს იქ დაელოდები. შენ არ დამირეკავ, არავის დაურეკავ, კარგი? შენ? მეც ჩამოვალ, მაგრამ მოგვიანებით. თაიარი მოკლავს. არ დაგინდობს. თაიარი აღარ არსებობს, დედა. თაიარს დააპატიმრებენ.
ახლა მდიდრები ვართ დედა. ნორაფრის გეშინია. ნილუფერს ამოვიყვან და შენთან ჩამოვალ, შევთანხმდით? ერთად წავიდეთ. ნოდერი დედა. ნოდერი. ჩემოჯიო და შეყვარებულო, ახლა ვეგავიგებ დილამდე რას არ ყვევდი. აქ ერთი გოგონაა, რომელსაც დილიდან არაფერი უჭამია. სასწრაფოდ უნდა დავეხმარო. არ გშია, სინიორინა? არ მშია. მაგრამ გეტყობა, რომ ძალიან გშია. ცხვირიც გაგეზარდა. ჩაიცონდა დალია. სიმით სუხდება. ომერ, რას აკეთებ? შაქარს ხურე. მე ჩავყრიდი. უკვე ჩავყარე. გმადლობ. ასე არ შეიძლება. არ გწოდნია. და ნარყველში უნდა ჩააწო. სიმითი ყველი ჩაი, სიმითი ყველი ჩაი. სამივე ერთად უნდა მიირთვა. შეხედე? აი ასე. ომერ, არ გინდა თვითონ შევჭა. მე მინდა რომ გაჯამო. ახლა ჩაი მიაყოლე. როგორია? კარგია არა? ვიღაცას ეგონება, რომ სიმითისა და ყველის მეტი არაფერი გიჭამია. ეგონოთ. თუმცა დედაჩემის მომზადებულ კერძებს არაფერი შეედრება. რაღაც უნდა გითხრა. ყოველ დღე შენ შესახებ რაღაც ახალს ვიგებ. მაგალითად? ჭამის დროს ცხვირპირი გეთხოვნება. შეხედე? კარგი რა, ომერ. რატომ გწყინს? ხუმრობ. შენს თვალებს სევდა არ უხდება, სინიორინა. ომერ. ელი, ფაქრა გინდათ. გეტყვი ფელო. მანამდე შენ მითხარი რა გაიგე. დილარა თაშთან ავადმყოფი გული აქვს დაბადებიდან ასია. დიდი ხანი აღრიცხვაზე აყვანილი, გადანერგვა ჯერ არ უწევს. მის წინ ბევრი პაციენტია. ბავშვს გული უნდა გადაუნერგონ. ომერ, სად მიდიხარ? ელი, ფერთად იყავით? გულის გადასაყოლებლად წავიდა და შენ წაგიყვანა? ელი, რა ხდება, მითხარი. მეც სწორედ ეგ უნდა მეკითხა. რა ხდება, მithვალთვალებდი? ახლა ვერ გიპასუხებ. ამ თემაზე სხვა დროს დაგელაპარაკებ. გისმენელი რა ხდება? დოქტორ დედო. ექიმმა შენი დაკითხვის ნება დამრთო. გისმენ? ექიმო, თავს შეუძლოდ ვგრძნობ. უთხარით წავიდეს. მეთინმა არალეგალური გზით დონორი გიშოვა, არა? მითხარი, ნედი, მითხარი. ექიმო, შეიძლება რაღაც გითხოთ. რა თქმა უნდა, თორქეთის საავადმყოფოებში ორგანოების გადანერგვა არალეგალური გზით შეიძლება ჩატარდეს. შეუძლებელია. საავადმყოფოში შემოსული პაციენტები აღრიცხვაზე არიან, თავიანთ რიგს ელოდებიან. დარღვევა გამორიცხულია. ესე იგი აღრიცხვაზე არიან და რიგს ელოდებიან. მაგრამ თუ ფული გაქვს, მდგომარეობა იცვლება და საქმე კანონის დარღვევით გვარდება.
თავარია ორგანო იშოვო. თქვათ დონორი გამოჩნდა. შეიძლება რომ გადანერგვის ოპერაცია საავადმყოფოს გარეთ, სადმე არარეგისტრირებულ ტერიტორიაზე ჩატარდეს. ოპერაცია რომ ჩატარდეს საავადმყოფოს გარეთ გართულების დიდი რისკი არსებობს. გადარჩენის ალბათობა თითქმის ნულია. ეს მკვლელობას ნიშნავს. ხედავ, ხვდები როგორ რისკავ. მომისმინე, კარგი ადამიანი ჩანხარ. შენთვის შვილის სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მოწმე ვარ მის გამო რა გადაიტანე. მაგრამ რასაკეთებ ხვდები? შვილის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებ. გოგონა სადაა? ოპერაცია სადღაც კი არა, აქ უნდა გაუკეთონ. ყველაფერი კანონიერად უნდა მოხდეს. გოგონია თარცადე? 4 წელია ჩემი გოგონა თავის რიგს ელოდება. დღითი დღე მდგომარეობა უარესდება. დრო აღარ გვაქვს. შენ მე მდიდარი გონი ვარ და ფიქრობ რომ ყველაფერს მოვაგვარებ არა? შვილი რომ გადამერჩინა სახლი გავყიდე. ხო, თუ საჭირო გახდება სიცოცხლესაც დავთმობ. ჯერ პატარა. რაც დაიბადა სულ საავადმყოფოშია. პარკში სათამაშოდ არ ყოფილა. დაიტანჯა. გაწვალდა. მაგრამ ამას ბოლო მოიღება. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მე კი შანსს გაძლევ რომ ყველაფერი კანონიერად მოხდეს. შესაძლოა ამ დაუდევრობის გამო გოგონა საოპერაციო მაგიდაზე დარჩეს. გინდა შვილის სიკვდილის მიზეზი გახდე? სამიმ და უმერმა ეს ჩემ გამო გააკეთეს. ფაქტზე უნდა დაგვეკავებინა, მაგრამ თავი ფილმში მგონია. ხო, კიდევ კარგი შენ და უმერს რამე არ დაგიშავეს. რომ გიამბეთ ძალიან გაბრაზდებიან. ჩემივე უსაფრთხოებისთვის არ უნდა მეთქვა. მაგრამ ყველაფერი ისე გართულდა. ისე აირია, რომ თქვენ თუ გეცოდინებათ იქნებ. კარგია რომ გითხარი. შენ და უმერ ჩვენგან საფრთხე არ გემუქრებათ, პირიქით. ომერმა რა იცოდა ასე თუ მოხდებოდა არდა. ხომ იცის ამის როგორ ენდობა. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მის კაბინეტთან ჩავლისას კი გვეშინოდა. მისთვის ჯობია რომ ყველაფერი ოფიციალურად დარეგისტრირდეს. ომერის ამის გარეშე ვერაფერს გახდება, ნამდვილი პროფესიონალია. ომერ, გთხოვ არ გამიბრაზდე. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვიღებ. ფელის და არდას ყველაფერი ვუთხარი. ომერ, ნუ ღელავ, სიტყვა არავისთან დაგვრცდება. ხომ გჯერა ომერ. კარგია რომ მოხვედით. თქვენი დახმარება მჭირდება. ძალიან კარგი. ცოტა ადრენალინი არ გვაწყენს. ცოტა კი არა, ბევრი გელოდებათ. გამარჯობა ბიძია, ერთობით? აღნიშნავ მეთინ. მოდი დაჯექე. ყოჩაღ მეთინ, ყოჩაღ. შენი წარმატების სადღეგრძელოს სვამ. ყოჩაღ. თავის შესანიშნავად გაართვე. ჩემი ალმასები მოიტანე? უნდა მაჩვენო? თქვენ საიფში შევინახე. რომ ცოდნოდა ნახვას მოისურვებდით მოვიტანდე. შვენიერია. შვენიერე. სწორად მოქცეულ ხარ. ზოგჯერ შენზე ძალიან ვბრაზდები. ფიქრობ ამისგან არაფერი გამოვამეთქე. მაგრამ ამჯერად გაამართლე და ყველაფერი ბრწყინვალედ მოვაგვარე. ყოჩაღ მეთინ. ყოჩაღ. ადამიანს წარმატებული დღეებიც აქვს და წარუმატებელიც. ცხოვრება ასეთია ბიძია. ყოველთვის ვერ გაიმარჯვება. ცდები მეთინ, ცდები. მე ყოველთვის ვიმარჯვება. მარცხზე არ იფიქრო და შენც გაიმარჯვება. ბიძია. მინდა გულწრფელად დაგელაპარაკოთ.
ადრე ხშირად ვბრაზობდი თქვენზე, რადგან უსამართლოდ მეკცეოდით. თურმე რას ფიქრობდი? მე კი არაფერი ვიცოდი მეთიმბე. მეც ადამიანი ვარ. თუმცა ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ნათესავებს შორის, მამასა და შვილს შორის. თუნდაც უცხო ადამიანებს შორის არაფერი იცვლება, რადგან სისტემა ერთია თაიერბიძეა, ყველა ერთმანეთს ებრძვის. მთავარი პრობლემა რა არის იცი მეთინ? ადამიანმა საკუთარი ადგილი არ იცის. მაგალითად ჩვენ, აქ სამუშაოდ ვართ და არა ერთმანეთის მოსასმენად. ეს არ დაგავიწყდეს და მიზეზის ზებნას თავი დაანებე მეთიმბე. თორემ თავს დაიღუპავ. არ ვეძებ ბიძია, არ ვეძებ. ყველაფერი კარგად მახსოვს. და ჩემი ადგილიც ვიცი. კარგი, თქვენთან მადლობის სათქმელად მოვედი. ჩემზე დიდი ამაგი გაქვთ. მამობა გამიწიეთ. სულ ჩემზე ზრუნავდით. სწორ გზაზე დამაყენეთ. რასაც მივაღწია თქვენი დამსახურებაა ბიძია. იმედია თქვენი ნდობა გავამართლე. შენ უკვე მე რამდენი დღეა მინიშნებებით მელაპარაკები. არა, სასმელი მომეკიდა და გრძნობები ამეშალა. კარგ გუნებაზე ვარ ბიძია, როგორც ყოველთვის. კარგად ვარ. შენთვის ასაჯობია მეთენა. რამეს ხომ არ დამავალებთ ბიძია? ამჯერად არაფერს. ხვალდაგირეკავ და შეგხვდები. რა თქმა უნდა. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. მასპინძლობისთვისაც. თავს გაუფრთხილდით. მეთაურო, რა ხდება? ჰელენს და არდას ხომ იცნობთ? ჩემი კოლეგები და მეგობრები არიან. ვიცნობ. ყველაფერი ვუამბე. ოპერაციის შესახებ იციან. ისიც იციან, რაც რომში მოხდა. ვერა და ვერ შევთანხმდით ელებ. ვერაფერი შეგაგნებინე. მე ვცდილობ დაგეხმარო, მაგრამ შენ არ მიჯერებ. შეთანხმება დაგავიწყდა. პირობა არ შეასრულე. ეს დანაშაულია. პირობა არც თქვენ შეგისრულებიათ მეთაურო, სამწუხაროდ საფრთხე ისევ მემუქრება. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ნედიმმა მნიშვნელოვანი რაღაც მითხრა, უნდა წავიდეთ. რა გითხრა? უნდა ვიცოდე. გეტყვით, გზაში გიამბობთ. გისმენთ? ფატმა დეიდა. მე ვარ მელიქე. რამე ხომ არ გჭირდებათ? რა უსირცხვილო ვინმე ხარ? აქ რა პირით რეკავ? ნამუსი სულ დაკარგე? ფატმა დეიდა, მაპატიეთ. გთხოვთ. გაჩუმდი. ჩემი ხმა აღარ გამაგონო. გაჩუმდი. რა გინდა მელიქე? ჩემი რატომ არ გესმის? ხომ გითხარი არ დაურეკო მეთქე? ვეღარ ვიძინებ. სულ მათზე ვფიქრობ. გამომართვე. ტელევიზორი ჩერთე. რამე საინტერესო პროგრამა შეერჩიე. ამ ფილმს უყურე ან მეზობელთან გადი და იჯორავე. იმ კაცზე ნუ ღარ ფიქრობ. თორემ შენს გაგიჯდები და ჩვენს გაგვიგიჟებ. გესმის მელიქე? რა გინდა? ერგე. მოვდივარ. კემალ.
ჩემთან კრიმინალური განყოფილების თანამშრომლები არიან. ხო. კარგი, რომ მოვალ დეტალურად აგიხსნე. აი ნახავთ, აღმოჩნდება, რომ ამ საქმის მიღმაც თაიერ დუნდარი დგას. ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? იმ კაცს მთელ თურქეთში საავადმყოფოები აქვს. სწორედ იქ ხდება ორგანოების გადანერგვა. ერთს ამოაცრიან და მეორეს გადაუნერგავენ. მის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდები სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობენ. ასწავლე, გამოზარდე, მერე კი დაიმონე. როგორ მოგწონს? ჩვენიერი სისტემაა. ჯერ ერთი თაიარ დუნდარის ფონდი მხოლოდ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს არ აფინანსებს. მეორეც. ყოველ წელს საერთაშორისო ჯილდოებს იღებს. და მესამე, კონგრესში მონაწილეობს. ასე რომ იყოს, ვერ მიხვდებოდნენ? არდა. მარჯვენა მხარე დაიჯერე. ელიფანი აქედან ბებექში 2 წუთში იქნებით. მეც მოვდივარ. ხედავ ადრენალინი გიზიდავთ ელიფანემ. თოგნებოდ პოლიციის აკადემიაში შეგრიცხავთ. მაგრამ გამოსაშვებ გამოცდამდე კიდევ ბევრი დროა. გააჩერე. სამი მართალია ელიფ. დაუჯერე. თავს გაუფრთხილდი. კარგი. მეც მომენატრე ჰუსეინ. რა გინდა? რა უნდა მითხრა? რატომ დამიძახე პირდაპირ მითხარე? ჰუსეინ, რა ნერვიული ყოფილხარ? თუ მერის ბედი გაინტერესებს, ოფიციალური მხარე თითქმის მოგვარებულია. განცხადება უფროსის მაგიდაზე დევს. ეგ ძალიან კარგია, მაგრამ თქვენთან სხვა საქმე მაქვს. ოპერაცია დაიწყო. საწყობს თქვენ გაბარებთ. კიდევ ერთი ბავშვი უნდა მოკლა? ადრეასი არ ღელავდი ჰუსეინ ეფენდი. რა გჭირს, სინდისმა შეგაწუხა? არ გინდა, ტყუილად ბრაზობ. მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. პატარა გოგონა უნდა გადავარჩინო. უპატრონო ბავშვი კი უნდა მოკლა რა? ეს ბიზნესია ჰუსეინ ეფენდი. ბიზნესი. ყოველთვის ასეა. ერთი იხდის, მეორე იღებს. სამყარო ასე იმართება. ჰუსეინ, დამშვიდდე. ჩვენ მივხედავთ თაიერბე. უაზრო დასასრული ჰქონდა, ასეთი აბსურდული ფილმები არ მიყვარს. სულ ასე ამბობ, ყველაფერს იწუნებ. გამარჯობა. გამარჯობა, მატაჰარი. როგორ ხარ, ელიფ? კარგად. თქვენ? ახლა მოკითხვის დრო არ არის, გითხარი რა ხდება. სულ თავიდან დაიწყე. მოგვიანებით ვილაპარაკოთ, კარგი? კარგი. კარგი, ელიფ, შენინება. ელიფ. შეიძლება რაღაც გითხრა. მერე მითხარი, კარგი? მერე.
იცოდა რომ პოლიციელებთან ერთად იყავი. საიდან იცოდა? ალბათ გისმენდა. სამი ბეიმ ყველაფერი შეამოწმა. სავარაუდოდ მერე ჩადეს ჩანთაში, საფულეში. ან თუნდაც ფეხსაცმელში. ჩანთაში მე ჩაგიდე. რა? მე თინმა მომცა. იმ დღეს ოფისში რომ მოვედი, მაშინ ჩაგიდე. ნილუფერ, თუ ხვდები რა ჩაიდინე. მაპატიე დაიკო, გთხოვ, მაპატიე. ვიცი, საშინლად მოვიქეცი, გთხოვ, მაპატიე. მაპატიე, გთხოვ. მაპატიე. გონი დაგუგვიენდა. სასწრაფო არ ჩანს. ბავშვები საფრთხეში არიან. საწყობისკენ მიმავალი გზა მხოლოდ ეს არის. დამშვიდდე. ალბათ სასწრაფოც გზაშია. მგონი ვუახლოვდებით. არდა. ფარები ჩააქრე. ნელა იარე. ეს როგორი კადრე ნილუფერ. ყველაფერი ერთბაშად დამატყდა თავს. მამა ჩემი სიკვდილმა გამანადგურა. სულ მარტო დავრჩი. მარტო დარჩი? ნილუფერ, რას ნიშნავს მარტო დარჩი? მით უმეტეს შენ თავს გევლებოდით. ამას როგორ ამბობ, როცა ყველაფერს გისრულებდით? მარტო არასდროს ყოფილხარ. დედა ჩემი, ასლი, შენ, ყველას თქვენი საფიქრალი გქონდათ, ჩემთვის ვერ იცლიდით. მეგონა რომ ყველაზე გამწარებული მე ვიყავი და ჩემი არ გესმოდათ. დედა ჩემს იმ ღამეს ქმარი მოუკლეს. მე და ასლი მამა დავკარგეთ. შენსავით განვიცდიდით. და მიუხედავად ამისა, მაინც შენს გადარჩენას ვცდილობდი. არ ვიცოდი, ელიფ, არ ვიცოდი. რამდენჯერ ვცადე ამეხსნა. მაგრამ მე კი არა. იმ შეშლილს უჯერებდი, ნილუფერ. მეთინი ძალიან კარგად მეკცეოდა. იმ ნაძირალებისგან ძალიან განსხვავდებოდა. მიცავდა. მის გვერდით ყოფნა მსიამოვნებდა, ელიფ. ღრუბლებში დავფრინავდი. შემიყვარდა. ჩემი ოთახიდან გადე, ნილუფერ. შეყვარებული არასდროს ყოფილხარ? არავინ ყვარებია? ღამეები ფიქრში არ გაგითანებია? ომერი მეთინს არ შეადარო. არც გაბედო. მართალი ხარ? მართალი. ყველაფრის ღირსი ვარ. მაგრამ კიდევ რაღაც უნდა გითხრა. გისმენ. მეთინის ცოლი ვარ. რა ვქნა, შემიყვარდა. მისი ცოლი ხარ? ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.